კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ACT-მ 4-დან 6 მარტის ჩათვლით, ანუ ამ დღეებში, საქართველოს მასშტაბით სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულების ძირითადი ტენდენციების განსაზღვრისთვის. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 809 ადამიანი გამოიკითხა, კვლევის ცნობილება 4.2%-ია. როგორია ჩვენი მოსახლეობის მოლოდინები და შეფასებები რუსეთის ინტერვენციასთან მიმართებაში შემდეგ კითხვებზე პასუხებით გამოვლინდა. ვინ გაიმარჯვებს რუსეთ-უკრაინის ომში, ვინ გინდა რომ გაიმარჯვოს რუსეთ-უკრაინის ომში, რა მოხდება საქართველოსთვის თუ ეს ომი უკრაინის დამარცხებით დასრულდა, რამდენად ეხება ეს ომი საქართველოს, არის თუ არა ეს ომი ჩვენიც, არის თუ არა რუსეთის ქმედება სამხედრო დანაშაული და არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი. აი ეს კითხვები იყო დასმული და მოდით ახლა ეკრანზე ერთად ვნახოთ, როგორი პასუხები გამოისახა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან დაკავშირებული განწყობა. 17%-ისთვის მოსალოდნელი იყო ომი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 31%-ისთვის მოსალოდნელი იყო ომი ოღონდ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და თითქმის ნახევრისთვის, ანუ 59%-ისთვის საერთოდ არ ელოდა რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინაში. ეს თავისთავად საინტერესო მაჩვენებელი არის, ანუ ნახევარს არ ჯეროდა, რომ რუსეთი დაიწყებდა ომს უკრაინაში. 10-დან 6 ადამიანს მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა გაიმარჯვებს. 63% არის ასეთი, რომელსაც ასეთი მოლოდინი აქვს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს 63%-ს. ყოველმა მეხუთე გამოკითხულმა უბრალოდ არ იცის, ვინ გაიმარჯვებს ომში. ასეთ სიტუაცია არის. შემდეგი სლაიდი ვნახოთ. 10-დან 9-ს სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ანუ გამოკითხულთა 88% ძალიან მკაფიოდ, ნათლად გულშემატკივრობს უკრაინის გამარჯვებას. წინა სლაიდი იყო მათი მოლოდინი. და 88%, ფაქტობრივად 90% გულშემატკივრობს უკრაინის გამარჯვებას. საქართველოს მოსახლეობის 96%-ს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სრულად ან ნაწილობრივ მაინც ეხება ჩვენს ქვეყანას. საქართველოსაც ეხება, მიაჩნია 96%-ს და პირდაპირ ვინც ამბობს, რომ ეს ჩვენი ომია, ასეთია გამოკითხულთა 87%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. საქართველოს მოქალაქეების 72% შიშობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება, ხოლო გამოკითხულთა ნახევარი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა მაინც შემოიჭრას მიუხედავად ომის შედეგისა. ესეც სერიოზული მაჩვენებელია და მეტყველებს ჩვენი მოსახლეობის მიერ მოსალოდნელი საფრთხის განცდაზე. მოსახლეობა თითქმის ერთსულოვანია და თანხმდება, რომ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის მხრიდან არის სამხედრო დანაშაული. ანუ 91% მიიჩნევს, რომ ის რაც ახლა ხდება პუტინის ხელმძღვანელობით უკრაინაში, ეს არის სამხედრო დანაშაული. მე მგონი ეს იყო ბოლო სლაიდი, თუ არა, კიდევ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი. ACT-ის გამოკითხვის შედეგებში მოსახლეობის 84% რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს, 11% თვლის, რომ რუსეთი მტერი არ არის და 5%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის, არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი. ანუ 84% თვლის, რომ რუსეთი საქართველოს მტერია, 11% რუსეთს მიიჩნევს საქართველოს მოყვარედ. აი ეს ორი ციფრია, რომელიც უნდა დავიმახსოვროთ, ასე ვთქვათ და გავაგრძელოთ ამას საუბარი.